ჩვენ შევიკრიბეთ და დევნილებთან მოვედით რომ ვისაუბროთ მათთვის საჭიროებო საკითხებზე. აი აქ შეხვედრა განსხვავდება ისე შეხვედრების ეკიდან რომ აქ არაერთგვაროვანი აზრი გაქვს. ძალიან კარგია რომ არაერთგვაროვანი აზრია. სოდეთ კამათში იბადება ჭეშმარიტება და მე მეძლევა, როდესაც რუსთავზე იმედზე არ მაქვს საშუალება ვიკამათო და ჩემი პოზიციები დავაფიქსირო, აქ სწორედ ამ ადამიანებთან მაქვს მაგის საშუალება აუხსნა ქართული ოცნება, რითი ჯობია სააკაშვილის 8 წლიან მმართველობას. აი აქ თხოვე რომ ხელი აეწია ერთი ადამიანიც კი თუ არის დასაქმებული. არც ერთი არ არის დასაქმებული. სააკაშვილი იტყუება, როდესაც პირდება ხალხს დასაქმებულად გახდის არჩევნების შემდეგ. რამდენი არჩევნებზე დაპირდა მას. ჩვენ კიდე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით ვაპირებთ რეალურად არჩევნების შემდეგ დასაქმებას ამ ადამიანებს და რაც თავარია ჯანდაცვით უზრუნველყოფილი იქნება ყველა არამხოლოდ დევნილი, ყველა მოქალაქე. ამის შესაძლებლობა არის. გარდა ამისა, ჩვენ ფოთში ვიმყოფებით და მინდა უთხრა ფოთალებსაც, რომ ფოთსაც, ზუგდიდსაც არჩეული მერი უნდა ყავთ. თვითონ უნდა აირჩიონ მერი და თვითონ უნდა განაგონ.
ყველგან უნდა იყოს თვითმმართველობა არჩეული და თვითმმართველი მერები და უნდა ქონდეს თავისი ბიუჯეტი, მაგას გეუბნები. ბიუჯეტი, რომელიც იქნება ფოთის გამგებლობაში და დახარჯავს ისე, როგორც მოსახლეობა ეთქვის. ასე რომ, აი ეს არის ის საკითხები, რადგან ლაპარაკობ ვაგრძელებ საუბარს. რა თქმა უნდა, მე არ მეშინია იმ კრიტიკის, რომლითაც ზოგიერთი მოქალაქე მოდის, ზოგიერთს რა თქმა უნდა, თავისი მოსაზრება. ეს არის დემოკრატია, სწორედ ესე იბადება, როდესაც მსჯელობით ერთმანეთს უდასტურებთ ჩვენი პოზიციების და არგუმენტების უპირატესობას. და მაინც აი ეს მეცხრე აქ დაკავშირებით. თვითონ მანერაკო ბახეთის ინტერვიუც არის რომ რაღაცა დააჭერეს ამ შეიძლება. აი არის თუ არა ზეწოლა რომ არის. მეცხრე როგორ არა? მეცხრე არ ხომ არც ვიცი საერთოდ ახალი არხია და ძალიან მინდა რომ ჩამოყალიბდეს როზე ფეხზე დადგეს, მაგრამ ზეწოლა და პირდაპირი პოლიტიკური დიქტატი, სადაც არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ეს არის ნაციონალური არხი. მაგრამ არა პირველი არხი. პირველ არხზე ძალიან დიდი პროგრესია, ძალიან ობიექტურად აშუქებს, ძალიან ვერ მოვლენებს, მე არაერთხელ ამიღნიშნია ეს და დიდი იმედი მაქვს რომ პირველი არხის მაგალითს გაიზიარება სხვა ნაციონალური არხი. ეხლა დაბრუნების თემა ჩემთვის ძალიან ახლობელია, იმიტომ რომ მე მოლაპარაკების პროცესში ვერ ჩართული და იარაღით დაბრუნება ვერ მოხერხდა. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეკონომიურად და სავაჭრო ბერგეთებით. ბატონო, ხო, ეკონომიური და სავაჭრო ბერგეთებით. პირველი რაცაც გავაკეთებთ, იქნება რომ სავაჭრო ურთიერთობას გავხსნათ. მე თუ გახსოვთ თქვენ ერგნეთის ბაზრობა ეგეთი არსებობდა და ცხინვალის ოსები და ქართველები დაახლოებით ერთად ჩვენთანაც ეგეთი მრავალი ბაზრობა და შესაძლებლობა უნდა გავხადოთ რომ გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ და ვაჭრობდნენ ერთმანეთთან აფხაზები და ქართველები. ეგ ერთი. მეორე, ჩვენ ეკონომიკურად ცოტა რო წინ წამოვართ და ფეხზე დავდგებით, აფხაზებსაც არ უნდათ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ყოფნა. იმ წუთში დაინახე რომ საქართველოსთან ერთად შანსები გაჩნდა თანაცხოვრების და საერთო ევროპულ ოჯახში შესვლის. ამიტომ მე დარწმუნებული წლები დაჭირდება ამას, მაგრამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები აღდგება და ვაჭრობა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა მიიღება ერთმანეთს. რამდენი წელი დაჭირდება? იაკობის გოფიცოთ. ნუ ეხლა ვანგავერა არა ვარ. არა, ვანგავერა ჩემი აზრით რუსეთის 7 წელი. 7 წელი მინიმუმ ჭირდება. ჩარობა იყო შეგვიძლია შეგვიძლია არა, რუსეთმა დღეს ჯარი რომ შეიყვანოს, შენ ვერ დაბრუნდა. თუ აფხაზებთან არ დაალაგებთ. აფხაზებთან კომუნიკაცია ეთახვები, ამიტომ ორი არ უნდა იცოდე, რუს რომს მოელაპარაკო, აფხაზთან თუ არა ხარ, მოლაპარაკებოდა ურთიერთობაში შესული, სავაჭრო სხვა ურთიერთობაში შესული და მას არ გაუჩნდა და შენ ერთმანეთთან თანაცხოვრების კომფორტი. რა თქმა უნდა, არ გაუჩნდა, რომ შიშია. ახლა კაცო შეგმე მოლაპარაკებებში ვიყავი და ვიცი, მაგრამ ეს შიშიც რომ მოხსნა უნდა დაიწყო მოლაპარაკებები ცალკე ევროპასთან ერთად რუსეთთან. პოლიტიკური დიალოგი უნდა რუსეთის გარეშე ჩვენი სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიის განვითარება, მიკრო პროდუქცია ვერ გავიტანოთ, ვერ დავდგებით ხარ. სოფლის მეურნეობას ფეხზე ვერ დავახსოვთ. აი გულწრფელად გითხარით, რატო დატოვეთ თანამდებობა? ანუ დაგატოვებინეთ, არ ვიცი. მოგიყვებით. მოგიყვებით ერთ ორ წუთში ჩავეტევებაში. იმიტომ რომ მე გაეროში აღმოჩნდი მას შემდეგ რაც აი მოლაპარაკებები დავიწყე აფხაზებთან 2005-ში დავიწყე მოლაპარაკებები აფხაზებთან. და მე სიმართლე გითხრა არ მქონდა დიდი იმედი რომ ამ მოლაპარაკებებზე რაღაც გამოვიდოდა, იმიტომ რომ მე რო დამნიშნეს თხოვეს, მე თვითონ გამიკვირდა, იმიტომ რომ მამა ჩემი აფხაზებმა დახვრიტეს და რუსებმა იქ ვიყავით ომში ყველა. ერთ-ერთი ეს ამის მამის დაბადების დღეა, მივუბაცოთ წელა. ეს არ 6-ში იყო. დაიბადეთ და ასეთნაირად ავიდა ისიც. რო დავიწყე მოლაპარაკებები, სიმართლე გითხრა, აი გამიკვირდა იმდენად რთული იყო პირველი დღეები და მე იმდენად სწორი გზით წავიდა. ჩვენ რაზე შევთანხმდით, იცი, მე დავინახე რომ აფხაზებსაც ყავთ ტარი, მამა, შვილი, ისინიც გამწარებულები არიან და დავიწყეთ საუბარი მომავალზე, როგორ ავაცილოთ ერთმანეთს ეს ამბავი და დავიწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ამის შესახებ ჩავაყენე საქმის კურსში, ბუნებრივია. პრეზიდენტი უთხარი რომ ჩამოვიყვანე შამბა თბილისში, მე ჩავედი სოხუმში, მოკლედ წავიდა ეს დინამიკა და ვთხოვე რომ პირველი რაც არის ნაბიჯი გადასადგმელი არის ის რომ შევთანხმდეთ ხელი მოვაწეროთ დეკლარაციას, სადაც ჩვენ ორივე ვიტყვით რომ ომს აღარ დავიწყებთ და მეორე ისინი აღიარებენ უფლებას ყველა დევლილის საკუთრებას და დაბრუნებას, უფლებას. და ამით დაიწყება ეკონომიკური პროექტები და მომზადებული ჰქონდა რკინიგზის აღდგენას შემდეგ. 2005 წლის ბოლოს უარი თქვა ამის ხელმოწერაზე. ამის მერე ურთიერთობა დაგვეძაბა. მაგრამ მე მთხოვეს, მე წასვლას ვაპირებდი, რომ იქნებ გაეროში დაიწყო მუშაობაო და იქ წარვადგინე პირველი რეზოლუცია გენასამბლეაში, რომელიც
დღესაც ხვალ გამოგვადგება ის, ვინც დევნილები ხართ აქ, რომ აღიარებს უფლებას ყველა დევნილი საკუთრებაზე. მე არა ვარ, მაგრამ ძალიან ტკივა ფაქტია. ამის მერე, როდი უკვე ურთიერთობა მე დავინახე, რომ ამ ადამიანს არ ქონდა დობა მოლაპარაკებისათვის და იწყებდა, დაიწყო 5 მილიარდ ნახევარი გამოყო ბიუჯეტი თავდაცვისთვის. დაიწყო ლაპარაკი სამხედრო რიტორიკით, მივხვდი, რომ მოლაპარაკების პროცესში შიხში შედიოდა. ამას დაემთხვა 7 ნოემბერი. როდესაც შევიდნენ და მედია იმედი ასე ვთქვათ, ძალით აიღეს. და ჩვენ ვილაპარაკეთ რამდენიმე მეგობარმა, რომ ჩვენ დავკარგეთ ნდობა ლიდერში როგორც პრეზიდენტში და როგორ უნდა იმსახურო, ხო მაშინ რომ წახვიდეს სამსახურიდან. კრიტიკა ჯერ არ უნდა დაიწყო, როცა სახელმწიფო მოხერხე ხარ და დატოვა სამსახური და მე. ამიტომ ჩემმა ერთმა თანამებრძოლმა დატოვა სამსახური, ეს იყო ლევან მიქელაძე, იყო ჩვენი ელჩი იმაში, შვეიცარიაში. და მე როგორც კი მივიღე ეს რეზოლუცია რომ გავიტანეთ, მე უთხარი სააკავშირო რომ ტოვებდით არამდებობას. მაგრამ უცებ დაიწყო ომი. და მე ვალდებული ვიყავი რომ ჩემი მოვალეობა შემესრულებინა. მე სააკაშვილთან რა დამოკიდებულობა მქონდა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მე მაშინ დავიცავი სააკაშვილიც და ქვეყანაც იქ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. იმიტომ რომ რუსეთმა რაც გააკეთა, ეს იყო სუვერენული ქვეყანა დაგვეფოთა და დამთავრდა. რუსეთი იყო და არის ოკუპანტი დღეს. ამიტომ როგორც კი ჩაიარა ამ ცხელმა ზაფხულმა და შემდეგ დეკემბერში უკვე დავემშვიდობეს სააკაშვილს, გადავდგეს ნაბიჯი. და წამოვიდა. ეს იყო იდეური პრობლემა, შეუთანხმებლობა და იმედგაცრუება ჩემში. იმიტომ რომ ყველა მე ძაამჯეროდა, ეხლა მე ვიყავი ხელისუფლებაში, სააკაშვილი რომ მოვიდა. მე ანტიტერორისტული მიმართულებით მუშაობდი და რომ მოდიოდა ეს ახალგაზრდა კაცი, ახალი ენერგიით მიხარობდა. ეს ჭაობი იყო და ჭაობში უნდა დაწყებულიყო ეს და რაღაცები სწორადაც დაიწყო. გახსოვთ ეხლა ხო? დაიწყო გაწმენდა კორუფციისგან, პოლიციის, საჯარო სამსახურის, ეს ყველა სწორი ნაბიჯები იყო, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ ესეთი ძალაუფლება მივეცით ერთკაც. უნდა არსებობდეს პარლამენტი, რომელიც როცა არასწორს აკეთებს პრეზიდენტი შეახსენოს, როგორც ხდება ნებისმიერ ქვეყანაში. რომ არასწორად გზით მიდიხარ, ეს მისთვისაც კარგი იქნებოდა სააკაშვილი. ამდენ შეცდომას არ დაუშვება. უნდა არსებობდეს სასამართლო, რომელიც დააბალანსებს პრეზიდენტს, როდესაც პოლიცია თავგასულია, სასამართლო და სხვა ორგანოებმა უნდა დააბალანსოს. ეს მოიშალა. ყველაფერი ერთხელში მოიქცია და ამან დაყუპა თვითონ. ისიც და ჩვენი ქვეყანაც მიიყვანა პრობლემები. ამიტომ ერთადერთი ეხა რომ თუ გავალთ უკვე ბოლოსკენ ჩვენი შეხვედრის, მე რა მინდა ვთქვა, რომ არასოდეს და გიპასუხებთ მაგაზე. არასოდეს არც ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას საქართველოში ასეთ ძალაუფლება არ უნდა მივცეთ. არ ჩვენ პარტიას, არ სხვა პარტიას. უნდა იყოს ბალანსი და ერთმანეთი უნდა დააბალანსოს ხელისუფლება და ხალხის პარლამენტმა უნდა დააბალანსოს ასევე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. აი აქეთკენ მივყავს და ჩემი მინდა დაგარწმუნო, ჩემი გულწრფელი რწმენა ბიძინა ივანიშვილის რწმენა, რომ აი ესეთი ძალაუფლება განაწილებული იქნება. და არა მარტო ზედა ხელისუფლებაში, რეგიონებშიც. როცა ვამბობთ, მერს უნდა კონდეს უფლება აქ. როცა ვამბობთ, სოფელში ადგილობრივ გამგეობებს უნდა კონდეს თავისი ბიუჯეტი, ეს მართლაც ესე მგონია და ესე დავიწყებთ ამ რეფორმას.